თუ გინდა რომ შექმნა ისეთი პროდუქტი ან სერვისი, რომლის გასაყიდადაც მუდმივად დევნა ხვეწნა და მუდარ არ მოგიწევს ადამიანებთან, თუ არ გინდა რომ ხალხს ფულის ტომრება დაღიქონდე, მათ დანახვაზე თვალებში დოლარები გიტრიალებდეს და თუ არ გინდა იქცე ხარბ ადამიანად, რომელსაც ფულის გარდა არაფერი აინტერესებს, თუ გინდა რომ თავი იგრძნო მართლა სრულფასოვნად, არა მხოლოდ ბიზნესში, არამედ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, სამი რაღაცაა საჭირო. თუ ამ სამიდან თუნდაც ერთს გამოტოვებ, ვერ იგრძნობ სრულფასოვნებას. შეიძლება არ იყო უკმაყოფილო, შეიძლება იყო ცოტათი კმაყოფილიც კი, მაგრამ ამ სამი რაღაცის გარეშე სრულფასოვანი ვერ იქნები და მიზეზი არის ძალიან მარტივი. ღმერთმა შექმნა თავის მსგავსად და ხატად და მას ეს სამი თვისება აქვს თავის თავში და სანამ არ გააცნობიერებ და არ იპოვი ამ სამივე ელემენტს შენ ცხოვრებაში, ან იმ სფეროში, რომელიც ამ ეტაპზე შენთვის მნიშვნელოვანია, ვერ იგრძნობ სრულფასოვნებას. თუ ახლა ფიქრობ, რომ შენ ღმერთის არ გჯერა, ეგ არაფერს ცვლის, რადგან მაინც ეს სამი რაღაცა გჭირდება სრულფასოვნებისთვის და პირველი ეს არის ის, რომ შენ უნდა ქმნიდე. პირველი, რასაც ღმერთი გვეუბნება საკუთარ თავზე, ის არის, რომ შემოქმედია. დასაბამში ღმერთმა შექმნა ცა და მიწა. პირველი, რასაც ღმერთი გვეუბნება ჩვენზე, ადამიანებზე, ის არის, რომ მან შექმნა თავის მსგავსად. ანუ მან შექმნა იმისთვის, რომ შენც შეგექმნა. ადამიანი ვერ გრძნობს სრულფასოვნებას, სანამ არ იწყებს რაღაცის შექმნას. რამდენჯერ აღმოგიჩენია, რომ ის პერიოდი, როდესაც არ ხარ კრეატიული, როცა რაღაცა ღირებულს არ ქმნი, შინაგანად სიცარიელეს გრძნობ. ამ დროს გრძნობ, რომ თითქოს არაფრის გამკეთებელი ხარ, თითქოს არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენ ან არანაირი ღირებულება არ გაქვს. და მიზეზი არის ის, რომ არ იყენებ იმ ღვთის მსგავსებას, რაც პირადად შენში ჩაიდო. ღმერთმა ყველა ჩვენგანში ჩადო თავისი შემოქმედების ნაწილი, რაღაც ნაწილი ყველაში ჩადო, მაგრამ არც ერთ ჩვენგანში არ ჩაუდია სრულად. ანუ მე ყოველთვის მჭირდები შენ, რომ რაღაც შექმნა ჩემთვის და შენ ყოველთვის გჭირდება სხვები იმისთვის, რომ რაღაც შექმნან ჩვენთვის. ეს არის პირველი ეტაპი, უნდა ვქმნიდეთ, მაგრამ სრულფასოვნებისთვის მხოლოდ რაღაცის შექმნა საკმარისი არ არის, კიდე მეორე რაღაც გჭირდება. როცა ღმერთმა შემოქმედება დაიწყო, ძალიან მარტივი შაბლონი ჩანს. თქვა ღმერთმა მოდი გავაკეთოთ ასე, გააკეთა ასე და თქვა რომ კარგი იყო. მაგალითად, თქვა ღმერთმა მოდი შევქმნათ მცენარეები, შექმნა მცენარეები, შეხედა და თქვა რომ კარგი იყო. თქვა ღმერთმა მოდი შევქმნათ მზე და მთვარე, შექმნა მზე და მთვარე, დახედა და თქვა რომ კარგი იყო. თქვა ღმერთმა მოდი შევქმნათ ცხოველები, ფრინველები, თევზები, შექმნა, დახედა და თქვა რომ კარგი იყო. თუ წაიკითხავ დაბადების პირველ თავს, ამ შაბლონს ნახავ აბსოლუტურად ყველგან. ღმერთი ამბობს, გავაკეთოთ ასე, ხდება ასე და ხედავს რომ კარგია, მაგრამ მეექვსე დღეს ღმერთმა შექმნა ადამიანი, შეხედა და თქვა რომ პირველად თქვა რომ არ არის კარგი. განა ადამიანი არ არის კარგი. არ არის კარგი ადამიანის მარტო ყოფნა. საიდან იცოდა ღმერთმა რომ ადამიანისთვის მარტო ყოფნა ცუდია? გასაგებია რომ ღმერთმა ყველაფერი იცის და შემდეგ კიდევ საიდან იცოდა? ადამიანი თავის მსგავსად შექმნა და ამიტომაც იცოდა რომ მარტო ყოფნა არ იყო კარგი მისთვის. გამარჯობა შენ. ამიტომაც შექმნა ადამიანი. ამიტომაც შექმნა პირადად შენ. შეუძლებელია ადამიანმა იგრძნოს სრულფასოვნება მარტომ უკაცრიელ კუნძულზე. ღმერთმა შექმნა იმისთვის, რომ შეგვექმნა ღირებულებები და იმისთვის, რომ მოგვეხდინა მათი კომუნიკაცია, ანუ დაგვემყარებინა ურთიერთკავშირი სხვა ადამიანებთან. უფრო მეტიც, ამისთვის ჩადო ჩვენს გულებში ერთმანეთისკენ მიზიდულობის ძალაც კი. მაგრამ ადამმა და ევამ ეს იდეალური სისტემა თავდაყირა დააყენეს, გააფუჭეს მთელი სისტემა და თუ გახსოვს რა გააკეთეს. კომუნიკაცია გაწყვიტეს თავიანთ შემოქმედთან. როცა ადამმა და ევამ შესწოდეს დაბადების მესამე თავში როგორც წერია, მათ გაწყვიტეს ეს კომუნიკაცია, კავშირი შემოქმედთან და რაქნეს დაიმალნენ. კი არ ეცადნენ აღედგინათ, კი არ ეცადნენ რაღაცა გამოესწორებინათ, დაიმალნენ. ამბობდნენ რომ შიშვლები ვართ და გვცხვენიო და ამიტომ ლეღვის ფოთლებით დაიფარეს სხეული. ვინ მისცა მათ უკეთესი სამოსი იმისთვის, რომ სირცხვილს ხელი აღარ შეეშალა კომუნიკაციაში და აღარ დამალულიყვნენ. ღმერთმა მისცა მათ უკეთესი სამოსი. ვინ მისცა? ღმერთმა მისცა. პირველი ნაბიჯი გადადგა კავშირის აღსადგენად, გადასცა ღმერთმა. გადადგა ღმერთმა. და საინტერესოა რისი სამოსი მისცა. ცხოველის ტყავის სამოსი მისცა. იმისთვის რომ ვინმეს ტყავის სამოსი მისცა, ესე იგი რაღაცა ცოცხალი უნდა მოკვდეს.
რაღაცის სიცოცხლე უნდა შეწყდეს, შეეწიროს, ანუ მსხვერპლი უნდა იყოს გაღებული. მსხვერპლი რა არის, ხო? მსხვერპლის გაღებაა, როცა ღებულობ გადაწყვეტილებას, რომ ხელი გაუშვა რაღაცა ნაკლებად მნიშვნელოვანს იმისთვის, რომ მოიპოვოს, შეინარჩუნო, ან გააუმჯობესო უფრო მნიშვნელოვანი. ღმერთმა მსხვერპლი გაიღო იმისთვის, რომ უფრო მნიშვნელოვანი კავშირი აღედგინა. ესე იგი, თუ არ ქმნი და არ ახდენ კომუნიკაციას, არ ხარ სრულფასოვანი, მაგრამ თუ ქმნი, ახდენ კომუნიკაციას, მაგრამ არ შეგაქვს წვლილი მის შესანარჩუნებლად, ვერ გრძნობ სრულფასოვნებას. ღმერთმა შექმნა ადამიანის შექმნისთვის, კომუნიკაციისთვის და წვლილისთვის. თუ რომელიმე ამ სამიდან, თუ რომელიმე აკლია ურთიერთობას, ის ურთიერთობა არ არის სრულფასოვანი. რა კავშირია ახლა ამ სამ პრინციპსა და ბიზნეს ან მარკეტინგ შორის? თუ ქმნი ისეთ პროდუქტს ან სერვისს, რომელიც შენს გარდა არავის სჭირდება, ასეთი ბიზნესი ვერ იქნება წარმატებული. შენ უნდა ქმნიდე რაღაცას, რაც ბევრ ადამიანს სჭირდება, მაგრამ საკმარისი არ არის მხოლოდ შექმნა. ბევრი გენიალური გამოგონება კვდება არა იმიტომ რომ არავის სჭირდებოდა, არამედ იმიტომ რომ ვინც მათ ქმნიდა კარგები იყვნენ შექმნაში, მაგრამ ცუდები იყვნენ კომუნიკაციაში, ინფორმაციის გაზიარებაში. ვერ მოასწრეს ადამიანებისთვის იმის ახსნა, რომ ნახე ჩემო კარგო, რა მაგარი რაღაცა შევქმენი, რომელიც ჩვენს პრობლემას ასე საუკეთესოდ წყვეტს. და ეს გამოგონებები ისე მოკვდა, რომ ადამიანებმა ვისთვისაც ეს შეიქმნა, ვერც კი გაიგეს მათ შესახებ. როცა ვიწყებთ რაღაცის შექმნას და ვახდენთ ამის კომუნიკაციას, ამას კიდევ ერთი რაღაც სჭირდება, რაც უკვე ვთქვით, წვლილი, კონტრიბუცია, ანუ მსხვერპლის გაღება. როცა ქალი და კაცი ერთმანეთს ცხოვრებას უკავშირებენ, იმისთვის რომ მათმა ურთიერთობამ რაღაც უფრო დიდი და ღირებული ცოცხალი შექმნას, ქალს მოაქვს თავისი წილი შემოქმედებითობის, ასე ვთქვათ, კაცს მოაქვს თავისი წვლილი, ახდენენ კომუნიკაციას, ინტიმურ ურთიერთობას და ის რა ნაყოფიც ამ ურთიერთობას გამოაქვს, ორი კრეატივი შეერთდა, ახალი რაღაც შეიქმნა. ახლა ეს ახალი არსება საჭიროებს კონტრიბუციას. იქნება ეს ენერგია, იქნება ეს დრო, იქნება ეს ფინანსები, იქნება ეს უძილო ღამეები, იქნება ეს ჯანმრთელობა. ეს არის მშვენიერი და იდეალური შაბლონი და ალბათ უკვე ხვდები რომ და ამჩნევ რომ ეს შაბლონი გვხვდება ყველგან და ყველაფერში. ოჯახებში, ეს არის რელიგიაში, ეს არის სამეზობროში, სამეგობროში, სტარტაპებში, ბიზნესში, მომხმარებელთან ურთიერთობაში. თუ გინდა წარმატებული ბიზნესი, ესე იგი უნდა ქმნიდე ღირებულ პროდუქტს ან სერვისს, ეს შეიძლება იყოს თავად შენ, ან შენი პროფესია, სით, ან შენი უნარებით, მაგრამ თავარია გესმოდეს, რომ შენი პროდუქტის ღირებულება პირდაპირ პროპორციულია იმ პრობლემების, იმ ტკივილებისა და საჭიროებების, რომლებიც სხვა ადამიანებს აქვთ. ხალხის პრობლემები არის შენი ბიზნესის მოგების წერტილები. უკეთესად რომ გაიგო, რას ტკივათ ადამიანებს, უკეთესად რომ მიხვდე და უკეთესი შთაგონების წყარო რომ კონდეს რა უნდა შექმნა შენი ღირებულებებით, უნდა ადგე და კითხო ადამიანებს თავიანთი პრობლემების შესახებ. ოღონდ როგორ კითხო ამაზე ცოტა ხანში ვისაუბროთ. მაგრამ მანამდე უნდა გესმოდეს რომ ადამიანები ვართ ძალიან მაგრები, სირთულეების, პრობლემების, ტკივილების, პრობლემები უკვე ვთქვი, გამოწვევების დამახსოვრებაში. უფრო მეტიც სიამოვნებით და სიხარულით ვუყვებით ამას სხვებს თუ კი ვხედავთ რომ მეორე ადამიანი დაინტერესებულია. იმისთვის რომ ადამიანებით იყო დაინტერესებული, ამის ერთადერთი გზა არსებობს. უნდა იყო მართლა დაინტერესებული. უყურე. ბევრს გონია რომ თავი უნდა მოაჩვენოს დაინტერესებულად. არ უნდა მოაჩვენო, მართლა უნდა იყო დაინტერესებული. ქრისტემ თქვა ძალიან მაგარი რაღაცა. და ბევრს ეს ესმის რაღაც წევლასავეთ, დატუქსვასავეთ და ყურის აწევასავეთ. ქრისტემ თქვა რომ ვისაც თქვენ შორის უდიდესობა უნდა, ყველას მსახური იყოს. და ადამიანებს ესე ესმით რომ ქრისტემ თქვა რომ შენ გინდა ხო უდიდესობა, აბა ვის უნდა უდიდესობა, ხო და ეგ იქნება ყველას მსახური, აი თუ ხო გინდოდა არა, ნახე, სინამდვილეში ქრისტემ თქვა რეალური ინსტრუქცია, როგორ უნდა გახდე უდიდესი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, როგორ უნდა გახდე უდიდესი ურთიერთობის სხვადასხვა სფეროში. იმ სფეროში უნდა შეგეძლოს საუკეთესოდ მსახურება სხვა ადამიანებისთვის. არ არსებობს მსახურებაზე უფრო მომგებიანი, უფრო სუფთა და უფრო წმინდა
და უფრო კარგი თესლი, რომელიც შეგიძლიათ დათესო როგორც საკუთარ, ისე სხვა ადამიანების ცხოვრებაში. როგორ გავიგოთ სინამდვილეში რა აწუხებთ ადამიანებს? თუ უბრალოდ ასე გკითხავ, რა პრობლემა გაქვს, რა გაწუხებს, აი შენ რა გაგჭირვებია, ესეთი კითხვები უბრალოდ იმ პასუხებს არ მოგცემს, რაც ნამდვილად გჭირდება, მაგრამ თუ დასვამ კითხვას ასე. რა არის ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც ახლა გაქვს ამ სფეროში? შეავსე. შეგიძლია იგივე კითხვა შენს მეუღლეს, შეყვარებულს, მშობელს, რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც ახლა შენსა და ჩემს შორის არსებობს? კითხე მეგობრებს, კითხე მომხმარებლებს, რომლებმაც შენი შეთავაზება არ იყიდეს და რომლებმაც უარი თქვეს, კითხე. კითხე პოტენციურ მომხმარებლებს, რომლებსაც გინდა რომ საუკეთესოდ დაეხმარო. მაგალითად, მე ძალიან მინდა რომ ჩემი YouTube-ის კონტენტი იყოს პირადად შენთვის ძალიან ღირებული. ამ გახსენებაზე, თუ არ გაქვს გამოწერილი ჩემი გვერდი, თხოვნა გამოიწერე, იმიტომ რომ ძალიან ახალი ვარ YouTube-ზე და ვცდილობ რომ რაღაცნაირად განვავითარო ჩემი არხი. მაგრამ შეხედე, იმის გამო რომ ძალიან მინდა ჩემი YouTube-ის კონტენტი იყოს პირადად შენთვის ღირებული, ამიტომ მომდევნო ვიდეოს საკითხი, რომ ჩემი გემოვნებით არ ავარჩიო, გეკითხები პირადად შენ და დაწერე კომენტარებში. რა არის ყველაზე დიდი სირთულე, რომელსაც შენს ბიზნესში ხვდები? რა არის ყველაზე დიდი სირთულე, რომელსაც მომხმარებლებთან ურთიერთობისას აწყდები? რა არის ყველაზე დიდი სირთულე, რომელსაც ბიზნესის მართვისას ყოველდღიურად ეჩეხები? დაწერე კომენტარებში და მე დიდი სიამოვნებით შევეცდები, რომ მომდევნო ვიდეო შენს კითხვაზე პასუხი იყოს. მოკლედ, პირველი იმისთვის, რომ ჩვენი უნარებით, ღირებულებები შევქმნათ, უნდა ვაკვირდებოდეთ რას? პრობლემებს. ვის პრობლემებს? სხვების პრობლემებს და არა საკუთარს. მეორე, როცა ქმნი ღირებულებას, გჭირდება კომუნიკაცია, სწავლა, როგორ გააგებინო ამის შესახებ მათ, ვინც შენი პოტენციური მომხმარებელია. ანუ გჭირდება მარკეტინგი, როგორც შენი ღირებულებების შესახებ ინფორმაციის დისტრიბუციის არხი. მარკეტინგი ბევრს გონია რაღაცა რეკლამაში, მარკეტინგი არის შესაძლებლობა კომუნიკაცია შენი პროდუქტის ღირებულებების შესახებ. ეს არის არხები, რომელიც ახდენს ინფორმაციის დისტრიბუციას. რისი საშუალებითაც ადამიანები იგებენ შენ შესახებ, შენი გამოგონების, შენი პროდუქტის, შენი სერვისის, შენი უნარის, შენი პროფესიის შესახებ. ეს არის მარკეტინგი. მესამე, როცა ქმნი და ახდენ მის კომუნიკაციას, მზად უნდა იყო, რომ დრო დაუთმო, ენერგია ჩადო შენი ღირებულებებით მომხმარებლების პრობლემის გადაჭრაში და ამ პროცესის შენარჩუნებაში, რადგან სხვანაირად ვერ იგრძნობ სრულფასოვნებას. თუ ახლა შენი მთავარი გამოწვევაა, როგორ შექმნა ღირებული შეთავაზებები, როგორ მოიზიდო მეტი პოტენციური მომხმარებელი და როგორ დაიწყო შენი უნარებით, პროდუქტებითა თუ სერვისებით 30-ჯერ მეტის გამომუშავება, ამისთვის უკვე მაქვს შექმნილი მეტი და მეტის 3დღიანი ღონისძიება, რომელიც სტარდება უახლოეს 25, 26 და 27 რიცხვში. პირველივე დღეს ისწავლი, როგორ შექმნა ღირებული პროდუქტი ან სერვისი და როგორ გაზარდო გაყიდვები 30-ჯერ ტექნიკური უნარებისა და სარეკლამო ბიუჯეტის გარეშეც კი. მეორე დღეს ისწავლი, როგორ შექმნა პრემიუმ პროდუქტები და როგორ შესთავაზო ისინი მათ, ვისთვისაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და ძვირადღირებული პრობლემის გადაჭრა შეგიძლია. მესამე დღეს ისწავლი, როგორ მოახდინო შენი ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია. იმისთვის რომ მოგიტანოს არა მხოლოდ მეტი ფინანსები, არამედ მეტი თავისუფალი დროც. ამისთვის კი ვიდეოს აღწერაში დააჭირე პირველივე ლინკს და დაიკავე ადგილი მეტი და მეტის 3დღიან ღონისძიებაზე. შევხვდებით 25, 26 და 27 რიცხვში. დროებით და გისურვებ დიდ წარმატებას.